ძველი საიდუმლო. კარგი ჩემო დედოფალო. როგორც მიბრძანებთ? მხოლოდ 2 წვეთი. არ დაგავიწყდეს. თუ მეც მისცემ, ნებისმიერი ტესტი აჩვენებს, რომ მოწამლულია. არი ნერვიულო. თხილად ვიქნები. სერდარ. გამარჯვებას გისურვებ. ნახვამდის. ვისელაპარაკებოდი. ჩემი ერთ-ერთი პაციენტი იმდენად ჭირვეულია, ვერ დავარწმუნე, რომ კურნალობის დროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როცა გამოჯამრთელებას დაიწყებს, დამშვიდდება. ხომ გახსოვს, თავიდან მეც ასე ვიყავი. შენ ყველაზე საყვარელი პაციენტი იყავი, მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს ძვირფასო. პორტოხლის წვენი ვისთვის არის? შენთვის რა თქმა უნდა. ახლა ხან გამოვწურე. ხო მართლა, ქალბატონ ესმას რა უნდოდა? ნიშნულოვანი არაფერი. სათქმელად არ ღირს. რა ხდება? ვინმე ელოდები? მარა. ქალბატონი ესმა ჯერ არ მოსულა. მასე ვღელავ. დაურეკე. ალბათ იგვიანებს. დარეკვარა საჭიროა. მალე მოვა. ვერ გავიგე, რამე მითხარი? დარეკვა არ არის საჭირო, მალე მოვა მეთქი. იფეკ. რაღაც უნდა გკითხო. ამჩნევ, რომ ქალბატონი ესმა ბოლო დროს ძალიან მოწყენილია. იქნებ ეს წარსულში მომხდარისგან არის გამოწვეული. არ ვიცი. ისე არც დედა ჰყავს და არც მამა. და-ძმასთან ერთად ჩემს დასთან და სიძესთან ცხოვრობს. ბავშვობიდან ისინი არ ჩენენ. მგონი ამიტომაც არის სულ დაღონებული. მე არ მithქვამს, რომ სულ დაღონებულია. პირიქით, ქალბატონი ესმა ძალიან ძლიერი ადამიანია. ალბათ წარსულში მომხდარის გამო ღრმა ჭრილობა აქვს შემორჩენილი. იმდენად ღრმა ჭრილობა, რომ მასე ძალიან მოქმედებს. არ ვიცი, თუ პრობლემა აქვს, ფსიქოლოგთან წავიდეს. თერაპია გაიაროს. ეს ჩვენი საქმე არ არის. ფიდან შვილო ფრთხილად დაარტყი. მატყლი არ გაფანტო. კარგი დედა, არი ნერვიულო. ოჩახ შვილო. როგორც იქნა კომფორტულად დაძინებას შევძლებ. დედა, როგორც იქნა ჩინარისგან თავი დავაღწიეთ. შეგიძლია მშვიდად იყო. მაიცადე ეს ჯერ არაფერია. ამჯერად მარტივად მოვიშორეთ. მაგრამ ჩემს შვილიშვილებთან მიკარება, ისევ რომ სცადოს, უარეს ჯოჯოხეთს მოვუწყობ. სად მიდიხარ, დედა? სეჰერს ვესტუმრები. ღმერთო ჩემო. ხომ შეიძლება ბავშვიც დაავადმყოფდეს? როგორ არ ცხენია? შვილო ადექი, სუფრა მზად არის, მოდი. სუფრასთან მოხვალ თუ საუზმე მანდ მოგიტანო. მოვალ შვილო. მიდი შვილო, გაახე. მე დავჭდები. ესმა, კეთილი იყო შენი მოსვლა. შიგნით შემოდი. დეიდა აიშე, თქვენც აქ ხართ? მიხარია რომ გხედავთ. ეს ხა გვაკლდა. მეც მიხარია რომ გხედავ შვილო. დეიდა აიშე სახლიდან გამოაგდეს, ამიტომაც ჩვენ მასპინძლობთ. ეს როგორ? სახლიდან გაუფრთხილებლად როგორ გამოგიშვათ? თუ გინდათ წავალ და დაველაპარაკები, ასე მოქცევა კანონით დაუშვებელია. გაცმა სახლი გაყიდა შვილო. ჩივილს რა ასრი აქვს? არაუშავს. სხვა სახლს მოვძებნი. დეიდა აიში ასე არ შეიძლება. შენი უფლებები უნდა დაიცვა.
კარგი ესმა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დაჯექი, ვისაუზმოთ. კარგი. როგორც ჩანს, სუფრაზე ჩემი ადგილი აღარ არის. რას ბრძანებთ? ჩემ გამო ნუ შეწუხდებით. დაბრძანდით. შენ დაჯექი შვილო. თავი მტკივა. ჩემს ოთახში გავალ. დაჯექი, ყურადღებას ნუ მიაქცევ. ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაჯექი. ეს რა წესია, შვილო? მოდი. მიირთვით, მე ჩაის მოვიდან. თელი ჩემი ტანჯვა ჩემი შვილებისთვის ღირს. ამ სუფრასთან ჩეთინი და ქუდრეთიც რომ ისხდნენ, ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იქნებოდა. გთხოვ, მოდი დემეთ. გთხოვ. მადლობა, ღმერთს მოვიდა. კეთილი იყოს შენი მოსვლა. დემეთ. მოდი მშვიდად დავილაპარაკოთ. თავიდან ბოლომდე მოგიყვები რა მოხდა. იმედია მერე გამიგებ. სალაპარაკო არაფერია ჩეთინ. მომატყუე. ჩემი გრძნობებით ითამაშა. რას ამბობ დემეთ? ასეთი რამ აზრად არ მომსვლია. ძვირფასო, ასე არ შეიძლება. ახლა რა ვქნა? ცარიელი ოცნებებით დამამშვიდე. ხომ გითხარი სიღარიბეში ცხოვრებამ დამღალა. ადამიანურად ცხოვრება მინდა მეთქი. იმიტომ კი არ გშორდებოდი, რომ არ მიყვარხარ. მინდოდა ეს ყველაფერი შენთან ერთად განმეცადა. მე გული გადაგიშალე, მაგრამ შენ ჩემი ნათქვამი სერიოზულად არასდროს მიგიღია. ტყუილი იმედები მომეცი. ამან გული ძალიან დამწყვიტა. დემეთ. მე ამას არ ვიმსახურებ ჩეთინ. შენთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. თუმცა შენ ასე არ მეკცეოდი. ყველაფერი დამთავრდა, გესმის? დამთავრდა. ძველებურად აღარაფერი იქნება. დემეთ. დემეთ შეჩერდი, არ წახვიდე. როგორც გითხარი, შენაირი ადამიანები მჭირდება.
ამიერიდან ჩემი მარჯვენა ხელი იქნები. იმედებს ნუ გამიცრუებ. გენდობი. ჩემი იმედი გქონდეთ ქალბატონო. არ შეგარცხვენთ. ესენი მომეცი. აქ დამელოდე. დედა უკვე დავნაყრდი. ასეთ დროს ალჰამდულილა უნდა თქვა საყვარელო. ეგ რას ნიშნავს? მადლობა უნდა გადაიხადო. მადლობა ღმერთს იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაიმედა. ალჰამდულილა. მომეცი და ჩაის კიდევ დაგისხამ. მე გავახებ შვილო. შენ? დედა ასია. დედას ნუ მეძახი. ამ სახლში რასაკეთებ? ძალიან გთხოვ დედა, არ გაიგონონ. გაიგონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მკვლელი ხარ და ადამიანის სიცოცხლეს გამოასალმე. სეჰერმა ეს როგორ დაუშვა? როგორ? სეჰერ, დედა, ძალიან გთხოვ. ამის დრო არ არის. ზიდან ჩამომეცალე. სეჰერ. ბებია? ეს ხომ ბებიას ხმა? ბებია, ესმა, კეთილი იყო შენი მოსვლა. რა მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზია. აქ რა საკეთებ? ჩემს თავს ვესტუმრე. დეიდა აიშიც აქ დამხვდა. დავსხედით და ტკბილად ვსაუბრობდით. სეჰერ. ქალბატონო ასიე. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კართან რატომ შეყომდით? მობრძანდით. მაპატიეთ, სახლის ფორმაში დაგხვდით. არ მიწყინეთ. ბებია. წამოდი, ორ ცხობილებს გაჭმევ. ძალიან გემრიელია. რატომ შეწუხდით? რამდენი საჩუქარი მოგიტანიათ? შვილო. ბებია შენს ფლოსტები მიაწოდე. საჭირო არაა. დარჩენას არ ვაპირებ. ცოტა ხნით შემოვიარე. ბევრი საქმე მაქვს. წავალ, საქმეს მივხედავ. ასე უსაფუძვლოდ შემოიარეთ? ვერ დავიჯერებ. სხვა დროს უფრო ხანგრძლივი დროით გესტუმრებით. თქვენის ნებართვით წავალ. სეჰერ. გამომყევი. ესმა, დეიდა აიშეს ყურადღება მიაქცია. დეიდა აიშე, შიგნით შედი. დიდხანს ნუ გვალოდინებთ, მალე გვესტუმრეთ. ესმა, სეჰერი რატომ გაიყოლა? ალბათ რამაზე უნდა საუბარი. ღმერთო ჩემო, რამეს გვიმალავენ თუ რაზე უნდა ისაუბრონ? საიდან უნდა ვიცოდე? თან რა ჩვენი საქმეა? ჯობს ოთახში შევიდეთ. სეჰერ, ეს მკვლელი შენ სახლში რასაკეთებს? ბებია გთხოვ, გაჩუმდი სეჰერ, გაჩუმდი. დავუშვათ მე არაფრად ჩამაგდე. მამა შენის ხსოვნას მაინც რატომ აყენებ შეურაცხყოფას? შვილო. იმ ქალის ხელები მამა შენის სისხლშია გასრვილი. სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს? რამდენჯერ უნდა გითხრა? დედა ჩემი უდანაშაულოა. გაჩუმდი. ჩემთან აღარ გაიმეორო, რომ ის ქალი უდანაშაულოა. ბებია არ გინდა, სეჰერ. იცოდე დავივიწყებ, რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ. გაგამწარებ. დეიდა ნახე? აბა მაჩვენე. კოჩახ. რა კარგად გაგიფერადებია. აბა ნახოთ რა მოიტანა. საკმაოდ ხელგაშლილია. დედას ჩემთვის დახმარებისთვის არ მოუმართავს. თვითონ ვიპოვე. ქუჩაში საშინელ მდგომარეობაში აღმოვაჩინე. ჩიხში უსუსურად იწვა. ახია, ისეთ სიტუაციაში ყოფილა, რაც დაიმსახურა. რატომ ჩაერიე? რას ნიშნავს, რატომ ჩავერიე? ეს ქალი დედა ჩემია. საკმარისია. იმ ქალს დედა აღარ დაუძახო. როგორ არ გწხვენია? ამ საქმეში ესმას ჩათრება გინდა? ეს ქალი ესმას და ჩეთინის დედაცაა. შვილების ნახვას იმსახურებს. ამ ფაქტში ეგუები თუ არა, ეს შენი საქმეა. დეიდა, ნახე ბებომ რა მიყიდა. რა ლამაზია, მიხდება? მაჩვენე?
როგორ გიხდება? ეს ალბათ ჩემია. არასდროს ვავიწყდები. რა მოხდენილია? ძალიან ლამაზია. თითქოს პატარაა. პატარა? რა სისულელია? ჩემი ზომაა. მგონი ჩემს დას უფრო მოერგება. არა, ეს ჩემთვისაა. დარწმუნებული ვარ მე მიყიდა. თან ნახე როგორ იწელება? შეხედე? მგონი დაგავიწყდა ვისე საუბრები. ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკს როგორ ბედავ? იცოდე მწარედ განანებ. მომისმინე? ჩინარს თვალი არ მოაშორო. მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ უნდა ვიცოდე. გესმის? საწავა. რას გააკეთებს? ყველაფერს მეტყვი. როგორც მიბრძანებთ. ბებია წავიდა? დავიდა შვილო. კარგად ხართ? დეიდა, ისე რა მოგივიდა? დაო, დეიდა, ისეს ჭიქით წყალი მოუტანე. გამომართვი დეიდა, ისე. გმადლობ შვილო. ქალბატონი ასე მალე მალათიაში დაბრუნდება. თქვენ რომ წახვალთ ამდენ საბნებს და ლეიბებს რა ვუყო? ეს ღამაკლდა სახლში. საკმარისი რომ არ იყო, ამიტომაც დავამზადეთ. ჩვენ რომ წავალთ, თქვენ გამოიყენებთ. ამ სიცხეში რად მინდა? უნდა გავიგუდო? ვიდრე გავგიჟდები, იმედია უკან დაბრუნდებიან. სხვა აღარაფერი მინდა. ჩემი ლამაზი სახლი ფერმას დაამსგავსეს. დედა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რა სწრაფად დაბრუნდით? მშვიდობაა? სეჰერი რა შვება? ღმერთო ჩემო, რა მოუვიდა? აშკარად გაბრაზებულია. Malatya bulunmaz eşin, gönülleri coşturur ayla güneşin. უკვე მოხვედი? თეთროულს ვცლიდი. ღამით კომფორტულად გამოიძინებ. ფიდან, მარტო დამტოვე. ახლავე საქმეს დავასრულებ და წავალ. ახლავე წადი. ხომ მშვიდობაა? ასე რამ გააბრაზა? ფიდან, ქალბატონი სად არის? ოთახშია? ჯობს არ შეხვიდეთ. ოთახიდან მეც გამომაგდო. მარტო მინდა დარჩენაო. რა მოუვიდა? საიდან უნდა ვიცოდე? ჯობს მოერიდო, თორემ ჯოხს შენზე გადატეხს. თელ ბრას სამოიღებს. ღმერთო ჩემო. სეჰერთან ხომ არის ჩხუბა? ფიდან, ყავა მოამზადე და მომიტანე. კარგი. ცოტა ხანში გავიგებ რა მოხდა. დეიდა აიშა, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. კარგი დასვენება გჭირდებათ. არი დარდო. დეიდა აიშა ვიდრე არ მომჯობინდება, არსად გავუშვებ. გმადლობ შვილო. ღმერთმა სიკეთე სიკეთითვე დაგიბრუნოს. დაო. ექიმი ხომ არ მოვიყვანოთ? საჭირო არაა შვილო. კარგად ვარ. რა ყურადღებიანი ქალია. ჩემს საჩუქარზეც უფიქრია. ძალიან პატარაა. ცოტაც და ეს ნაჭერი ტანზე შემოგასკდება. საიდან მოიტანე?
წელვადი ნაჭერია. ტანზე მომდგარი უნდა იყოს. ბევრს რატომ ლაპარაკობ? ძალიან გიხდება. მშვიდობაში და გახარებაში. ხომ მოგწონს? მართლა მიხდება. ნახე რა ლამაზი ნაქარგი აქვს. კარგი წავალდაო. ოფისის საქმეებს უნდა მივხედა. დეიდა აიშე თავს მიხედეთ. თუ რამე დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მეც დამირეკოთ. გმადლობ შვილო. ჩემო პატარა, მოდი გაკოცო. დეიდა, ისევ ხომ მოხვალ? რა თქმა უნდა მოვალ. შენც მესტუმრე. დროებით დაო. შეხვედრამდე დაო. ხშირად შემოგვიარე. თავს ნუ მოგვანატრებ, კარგი? კარგი. იქ აღარ გკითხე. ბებია რატომ მოვიდა? რაზე გელაპარაკა? ნიშნულოვანი არაფერია. ჩემი ამბავი აინტერესებდა. ბედნიერი თუ ხარო მკითხა. ბებია რა საყვარელია? სულ ჩვენზე ფიქრობს და დარდობს. იცი რა მგონია? მხოლოდ მას ადარდებს რეალურად თავს როგორ ვგრძნობთ. კარგი და უნდა წავიდე. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. შეხვედრამდე. დროებით. მართალი ხარ დაო. ბებია სულ ჩვენზე ფიქრობს. იმდენად ბევრს ფიქრობს, რომ საკუთარ ეგოს და სიძულვილს ვერ ერევა. აქამდე სათხარ. ჩქარა მომეცი. ბოლოჯერ გაფრთხილებ. სიბრაზისგან შეიძლება ეყავა შემოგასხას კიდეც. თუ ასე მოხდება, იცოდე მე გაგაფრთხილე. არაფერი მოხდება ფიდან. საქმეს მიხედე. წადი. დედა. დედა, შეიძლება შემოვიდე. დედა, ყავა მოგიმზადე. მოდი რძალო, შემოდი. ინებე დედა. გმადლობ შვილო. თაფლივით შეგერგოს. დედა რა მოხდა? სეჰერს ხომ არ ეკამათე? ცუთხასიაძე რატომ ხარ? სეჰერის საქციელმა გამაოგნა. იმ ქალს დედას რა ნამუსით ეძახის? სახლში როგორ შეუშვა? რა? ომერთო, გაგაღვიძე? არა შვილო, არ მეძინა. გმადლობ, შეგაწუხე. სეჰერ. ბებიამ რა გითხრა? კარგს, რას მეტყოდა? არი დარდო. მისი აზრი არ მაინტერესებს. დავივიწყოთ. შვილო. ჩემ გამო ბებია შენს გადაგემტერება. არ მინდა ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ჯობს წავიდე. არსად არ გაგიშვებ დედა. ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ერთად ვართ. ვერავის გამო დაგთმობ. თუნდაც ბებია წინააღმდეგი იყოს. ყველაფრისთვის მზად ვარ. თუ საჭირო გახდება, შენ გამო ყველას დავუპირისპირდები. კარგი რა სეჰერ. ასეთი გულუბრყულო როგორ ხარ? ალბათ ტკბილი სიტყვებით მოთაფლა და მასაც გული აუჩუქდა. მერე კი სახლში შეუშვა. თითქოს თვალები აუხვია. ვერაფერს ხედავს. მხოლოდ იმას გაიძახო და დედა ჩემი უდანაშაულოაო. დედა,
მე და ჩემს ქმარს რომ არ გვიჯერებს. რა თქმა უნდა მწყინს, მაგრამ ამაზე საშინელი ისაა, რომ არ ჩვენ გიჯერებს. მისი არჩევანია. თუ იმ ქალის მხარდაჭერას განაგრძობს, მაშინ ლოგიკური შედეგისთვის უნდა მოემზადოს. გმადლობ შვილო, შეგაწუხე. მაგრამ მეც ვეღარ დავლებ. ჩემი კეთილი გოგო. ღმერთმა ყველა დედას ისეთი შვილი მისცეს, როგორიც შენ ხარ. რაც მე ვერ შევძელი, შენ გააკეთე. შენს და-ძმას დედობა გაუწია. ღმერთმა ეს სიკეთე სიკეთით დაგიბრუნოს. შენც დალოცვილი იყავი, დედა. ასეთი რა გავაკეთე. მოთმინებამ ღალატობს. შვილო, არაფერი უთხრა. მისი სახლია. ვერაფერს ავუგრძალავთ. კარგი, არ ინერვიულა, დედა. დაისვენე. დედა, ხმას ცოტა ჩაუწია, ხომ იცი დეიდა ავადაა. რა ჩემი საქმეა? თუ ავადაა, საავადმყოფოში დაწვეს. ძალიან გთხოვ, გულისხმიერება გამოიჩინე. რამდენს ბედავ? საკუთარ სახლში როგორ მელაპარაკები? ამარა ნორმალურ შეხედე. ყურადღებასაც არ აქცევს, რას ვამბობ. ვის ველაპარაკები? აი, შეხა გვაკლდა. როდის წავა? დედა, ძალიან გთხოვ, გაჩუმდი. როდემდე გავჩუმდე? ჩემს მოთმინებას საზღვარი აქვს. ეს რა არის? რა უნდა იყოს? ქათმის ბულიონია. ქათმის ბულიონი. საწოლში ჩაის მირთმევა. რა კარგია. აი შესაძლოა რომ ვიყო წასვლა მეც არ მომინდებოდა. ავად რომ გავხდე დარწმუნებული ვარ ყურადღებას არ მომაქცევ. ზედ არ შემომხედავ. ეს უპატრონო ქალი შენთვის ასეთი ძვირფასი რატომ არის? დედა, გთხოვ, გაჩუმდი, გაიგონებს. გაიგონოს დიდი ამბავი. ეს ქალი ხომ მამი და შენის ნათესავია. რატომ არ უვლიან? შენი მისახედი რატომ გახდა? როგორც ჩანს, ბებია შენს დიდად გულზე არ ეხატება. იმ სახლში ამიტომ არ აჩერებენ. საიდან მოიტანე? ამ თემაზე მეტი ლაპარაკი აღარ მინდა. უთხარი წავიდეს. ისედაც ჩვენი გაგვჭირვებია. დამატებით კიდევ ერთი ადამიანის რჩენა ჩვენს ოჯახს არ შეუძლია. მერტო, მომხედავ რა დღეში ვარ. ძალიან გთხოვ დამეხმარე. არ მინდა მე ან ჩემი შვილი ვინმე სტვირთად ვექცეთ. მუშაობაც არ მეზარება. გზა მიჩვენე. არ მინდა ჩემს გოგოს პრობლემები შევუქმნა. როგორ არ გწვენია? სუფრაზე ერთი თეფშის დამატება მოგვიწევს. ლუკმები უნდა ვუთვალოთ? ოჯახის რჩენა მარტივი გგონია? არც კი მისმენს. მაშინვე სხვა ოთახში წავიდა. მოიცადე, ერჯუმენტი მოვიდეს. სად მიდიხარ? ამდენი წოლა აღარ შემიძლია. მეგობარმა დამირეკა. ცოტა ხანს გავისეირნებ. ავად ხარ. ამ მდგომარეობაში გარეთ არ გახვიდე. ექიმაც ხომ გითხრა, უნდა დაისვენო. არა შვილო. დიდხანს დასვენება არ შემიძლია. ასე უფრო ცუდად ხვდები. შვენიერი ამინდია. წავალ დავისვენებ და მალე დავბრუნდები. თავარია წახვიდე და სულ ნუ დაბრუნებულ ხარ. წავალ შვილო, შენ საქმეებს მიხედე. კარგი, როგორც გირჩევნია. თავს ძალას ნუ დაატან. თუ ცუდად გახდები, მაშინვე მობრუნდი. კარგი. დეიდა აიშა, სად მიდიხარ? ჰადია დეიდასთან ერთად სასეირნოდ მივდივარ. ხილიან შოკოლადს და ნაყინს ამომიღებ? ოღონდ ნაყინი უზარმაზარი უნდა იყოს. გონი ზედმეტად გათამამებთ. ნუ გაუბრაზდები. წამოგიღებ. დედა, სიმართლე მითხარი. ჩემი დედამთილის გამო მიდიხარ არა?
არა შვილო. მის მწარე ენას შევეგუე. გულთან ახლოს არ მიმაქვს. არი დარდა. სახლში შედი. ბავშვთან დაბრუნდი. შედი შვილო. თავი შეიმაგრე, უნდა გაძლიერდე. ახლა ავადმყოფობის დრო არ არის. ამ ქალს სალაპარაკოს ნუ მისცე. თორემ შვილს დაგიჩაგრავს. სამუშაო უნდა ვიშოვო. სხვაგვარად აქ ვერ დავბრუნდები. გისმენდა ოჰადია. როგორ ხარ? შენზე ვდარდობ. გმადლობ უკეთ ვარ. ჩემი შვილი მივლის და ზრუნავს. შენ კი რა ამბებია? საქმეები მოაგვარე? ძალიან გადავიღალე. მაგრამ საქმე წინ მიიწევს. მალე ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა გისმინეს. დედა, ყველგან გეძებდი. ჩინარზე ვფიქრობდი და გამოსავალი ვიპოვე. ვიცი თავიდან როგორ უნდა მოვიშოროთ. რადგან სეჰერის დაყოლიება ვერ შევძელით, მის დედამთილს დაველაპარაკოთ. ის სახლი ხომ მას ეკუთვნის. თქვენ სიტყვას გაითვალისწინებს და გარეთ გამოაგდებს. ისედაც სულ თქვენი გულის მოგებას ცდილობს. ასე არ არის? უნდა დაურეკოთ. დაელაპარაკეთ. ახლავე დაურეკე, მოვიდეს. კარგი, ახლავე დავრეკავ. დღემშვიდობისა. როგორც ხედავ, დაგვიანება ნორმად გექცა. შენი საქმეების კეთებაც ჩვენ გვიწევს. რადგან საზღვარგარეთ მიდიხარ, აქაურობაზე გული აიცრუე? წუხვარ. აღარ განმეორდება. არა უშავს. მალე ისედაც მიდიხარ. დიახ, გისმენთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რომ დაგაგვიანდა თავნერვიულდი, რადგან გუშინ თავს შეუძლოდ გრძნობდით. გამიხარდა რომ დაგინახეთ. გმადლობთ უკეთ ვარ. ბოდიშს გიხდით ბატონო ომერ. გუშინ ჩემ გამო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდით. რას ამბობთ? საბოდიშო არაფერია. სამწუხაროა რომ ვერ დაგეხმარეთ. ერთ დღეს გაზიარება თუ მოგინდებათ, იცოდეთ რომ კარგი მსმენელი ვარ. კარგი, გავითვალისწინებ. თუ საიდუმლო არა, აქამდე სად იყავით? პირადული თუ არა, იქნებ მითხრათ. ქალბატონ ბეთულთან სასაუბროდ წავედი. ასე რატომ იქცევით ესმა? რაც არ უნდა მითხრათ, აზრი არ შემეცვლება. დარწმუნებული ვარ, ბეთულს იმ კაცისგან საფრთხე ემუქრება. ამას ვგრძნობ.
zehir etkisini göster. მისი ორგანიზმი თანდათან იწამლება. Bu iş biter. Merak არ იდარდო თვალს ვადევნებ. Tamam. კარგი, სიახლეებს შეგატყობინებ. ძვირფასო, ჩაი მიირთვი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. თითქოს ძალღონ ერთ ბაშად წამერთვა. არ ვიცი რა მჭირს სერდარ. Birdenbire oldu. ცუდად ვარ. Nedir? საყვარელო, ცუდად იყავი და იმუნიტეტი დაგისოსტდა. სრულიად ნორმალურია რომ შეუძლოთ ხარ. თავი ასე ცუდად არასდროს მიგრძნია. შემომხედე, ხელები მიკანკალებს. Hadi sıcak. ვიდრე გაცივდება ჩაიდალია. კარგი. Ben ne yapayım? ყველაფერს შენ გამოვაკეთებდი დემეთ. Yalan söyle. მართალია ვიცრუე, მაგრამ ეს ტყუილიც იმიტომ თქვი რომ არ დამეკარგე. ხელს ვერ ჩავიქნევ. შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. Alo. ალო, გისმენ ჩეთინ. რა მოხდა? დემეთი თუ შენთანაა მობილური მიაწოდე. მასთან საუბარი მინდა. ნიშნულოვანი რაღაც უნდა ვუთხრა. ჩეთინ, ახლა ამის დრო არ არის. დემეთ შენთან საუბარი არ უნდა. გთხოვ, ნუ შეაწუხებ. Tamam bak. კარგი, შენ მაინც მომისმინე. Sibel. ყველაფერი მის გამო გავაკეთე. Sen onun için yaptım. გეფიცები. როგორც ცხოვრებასაც იმსახურებს, ისეთ პირობებს შევუქმნი. უსაზღვროდ მიყვარს. ყველანაირად ვეცდები რომ გავობედნიერო. ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ, უთხარი რომ ხელი არ მკრას. კარგი გადავცემ. არ გეწყინოს, ახლა უნდა გავთიშო. დემეთ, ჩეთინ შეცდომის გამოსწორების საშუალება მიეცი. ასე უცებ ხელს ნუ ჩაიქნევ. გთხოვ. არა. სამწუხაროდ ყველაფერი დასრულდა. გული ძალიან მტკივა, მაგრამ ვერ ვაპატიებ. დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენი ისტორია დასრულდა. გაგრძელება ვეღარ ექნება. თავი ყოველთვის პრინცესა მეგონა. ბავშვობიდან იმ პრინც ველოდი, ვინც მოვიდოდა და დამიხსნიდა. სხვანაირ ცხოვრებას მაჩუქებდა. წილის წინ ყოველთვის ვოცნებობდი. კაცი საკუთარ ოცნებებს თუ ვერ აქცევს რეალობად, ჩემი ოცნება როგორ უნდა აასრულოს. არა. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ყველაფერი მორჩა. დღემშვიდობისა. მოგესალმებით. სამსახურს ვეძებ. დამხმარე ხომ არ გჭირდებათ? ამჟამად არ გჭირდება დაო. გმადლობ. მოგესალმებით. დამხმარე ხომ არ გჭირდებათ? არა. გისმენთ ქალბატონო. ის გველი ისევ სახლშია? არა, გარეთ გამოვიდა. მაღაზიებში და სასადილოებში შედის და ხალხს რაღაცას ეკითხება. რა უნდა? რას ეძებს? გაარკვიე და მაშინვე დამირეკე. კარგი ქალბატონო. როგორც ჩანს მოვიდა.
კეთილი იყოს, მობრძანდით. მიხარია რომ მოხვედით. კეთილი იყოს ჩემი მოსვლა ზუხალ. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, მომენატრე. მობრძანდით. ფეხსაცმლით კომფორტულად ვერ ვიქნები. ამ ფლოსტებს ჩავიცვამ. კეთილი იყოს შენი მოსვლა. კეთილი იყოს. მოდი დაჯექი. დღეს ისე უცებ წახვედით, ორი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. კარგია რომ დამპატიჟეთ, თორემ გულდაწყვეტილი ვიყავი. ძალიან მეჩქარებოდა, ვერ დავრჩებოდი. სამაგიეროდ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ და ყავაც მივირთვათ. ძალიან კარგი აზრია. მადლობა ღმერთს, დამხმარეს ეძებენ. გისმენთ, რისთვის მოხვედით? მაპატიეთ, არასწორ ადგილზე მოვხვდი. მოიცადე. მოშახელი გვაკლდება. შემიძლია შენს დაგასაქმო, არინანებ. არა, გმადლობ. აქ ვერ ვიმუშავებ. ნუ გეშენია, არავინ შეგჭამს. ასე რატომ შეწუხდით? ჩაის დალევაც მეყოფოდა. აქ თქვენთან სასაუბროდ მოვედი და არასაჭმელად. შეგერგოს ჩემო კარგო. დღეს ქალბატონი აიშე თქვენ სახლში რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა. სახლში როგორ შეუშვით? არ მკითხოთ. ეს ქალი ღამაგლდა. ჩემო ზუხალ, არ მიწყინა შენი ახლობელი ყოფილა, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა. არ დაგიმალავდა, დიდად გულზე არც ჩვენ გვეხადება. სამწუხაროდ ნათესავებს მეგობრების მსგავსად ვერ ვირჩევთ, ხომ ასეა? კარგი პიროვნება რომ იყოს, ჩვენ შევიფარებდით. მის გამო შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. სჯობს სახლიდან სასწრაფოდ გაისტუმროთ. ღმერთო, ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ამ ქალაქში ჩემს შვილებთან დარჩენა რომ შევძლო, თავშესაფარი და სამსახური მჭირდება. უიმედო სიტუაციაში ვარ. ხელი გამიმართე. დღემშვიდობისა. წარწერა დავინახე. დამხმარეს რისთვის ეძებთ? ცომის ფირფიტები რომ მოამზადოს და გააბრტყელოს. ცომისგან ყველაფრის გაკეთება კარგად გამომდის. ფირფიტებსაც სწრაფად ვამზადებ. მაშინ რას ელოდები? შეგიძლია საქმეს ახლავე შეუდგე. სერიოზულად ამბობთ? ახლავე შემიძლია დავიწყო. რა თქმა უნდა, უამრავი შეკვეთა გელოდება შვილო. რაც უფრო სწრაფად დაიწყებ, ჩვენთვის უკეთესია. მიდი საქმე შეუდექი. ჩემი ნება რომ იყოს იმ ქალ სახლში ერთი წუთით არ გავაჩერებდი, მაგრამ ცეჰერმა მოიყვანა. ცეჰერი ძალიან კეთილი და გულუბრყვილო გოგოა. ყველა მისნაირი ჰქონია. მითხრა ქირის გადახდაში მოგვეხმარებაო. როგორც იცით, ამჟამად ერჯუმენტი არ მუშაობს, მხოლოდ მე ამდენ ხარჯს თავს ვერ გავართმევ. რას ამბობთ? აქამდე გეტყვათ. თურქეთს ვეტყოდით და ერჯუმენტს კომპანიაში დაასაქმებდა. რთულ სიტუაციაში უპატრონოდ არ დაგტოვებთ. ნუ ღელავთ. ძალიან გამახარეთ. ჩემ შვილს თუ დაასაქმებთ, ჩვენი პირობები გაუმჯობესდება და იმ ქალს სახლში აღარ გავაჩერებ. ალო? ქალბატონო ბეთულ, როგორ ხართ? კარგად, გმადლობ. დარწმუნებული ხართ? დასუსტებული ხმა გაქვთ.
ცოტა უღონოდ ვარ. მაგრამ ჩემ სიტუაციაში ეს სრულიად ნორმალური ყოფილა. იმუნიტეტი დასუსტებული მაქვს და ეს ენერგიაზეც დამეტყო. თქვენი უენერგიობა არ მომწონს. თავს თუ ცუდად გრძნობთ, ჯობს ექიმს დაურეკოთ. ფიქრობ თქვენი ქმარი თქვენს მოკლას ცდილობს, რასაც მოგაწვდით არაფერი მიიღოთ. არც საკვები და არც სასმელი. საკმარისია გეყოფათ. ასეთი ბოდვების მოსმენა აღარ მინდა. ვინ იყო? არავინ ჩემოსაყვარელო. სარეკლამო კომპანიიდან იყვნენ. გამომართვე. ახლახან მომამზადე. იმედი მაქვს მოგეწონება. რასაც მოგაწვდით არაფერი მიიღოთ. სისულელია ბეთულ. ეს რამ გაგახსენა? ის ხომ შენი ქმარია. შენი მოკლა რატომ უნდა უნდადეს? გმადლობ საყვარელო. კარგად გამოიყურება. შეგერგოს. ოჩახშვილო. ხელმარჯვე ყოფილხარ. ისე სწრაფად ამზადებ, რომ ცოტა ხანში ფქვილის მარაგი გაგვითავდება. აღარ მოგაცდენ, განაგრძე. ქალბატონო. იმ ქალმა მცხოვრებელთან მუშაობა დაიწყო. საქმეს უკვე შეუდგა. რას ამბობ? ახლა გასაგებია ქუჩა-ქუჩა რატომ დადიოდა. როგორც ჩანს სამსახურს ეძებს. არაფერი მოიმოქმედო. თვალს ნუ მოაშორებ. და ჩემს ზარს დაელოდე. სამსახურის პოვნა შეძლო? ახლა რა ვქნათ, დედა? იმ მეპატრონესაც ხომ არ მოვგრთამავთ? გაჩუმდირძალო. თორემ ჯავს შენზე ვიყრი. ამ ქალაქში მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემ. ლუკმა პურის სანატრებელი უნდა გქონდეს. სადაც ამოსაღამოვდება. ამდენ ხან სად უნდა წასულიყო? ღმერთო, არ მპასუხობს. რამე ხომ არ მოუვიდა. შეიძლება აქედან წასვლა გადაწყვიტა. იმედია აღარც დაბრუნდება. სახლში ნათესავებიც კი არ იფარებენ. როგორც ჩანს, არც ისე კარგი ადამიანია. ალო? დეიდა ჰადია. აიშე დეიდა შენთანაა? ვერ ვუკავშირდები. არა, შვილო. ქალაქიდან გასული ვარ. დედა შენმა არ გითხრა? რა? მითხრა რომ შენ სანახავად მოდიოდა. ცრუპენტელა ქალი. ყუზლზე ამბობს. კარგი გასაგებია. თუ რამეს გაიგებ დამირეკე. დროებით. სათხარ დედა. დღეისთვის გეყოფა შვილო. გმადლობ. ძალიან კმაყოფილი ვარ. გამომართვი შვილო. ეს შენი გასამრჯელოა. მშვიდობაში მოიხმარა. გმადლობ. ღმერთმა სიკეთით დაგიბრუნოთ. თქვენს ღმერთი გფარავდეთ. ღმერთო მადლობას გიხდი. გისმენთ ქალბატონო. კარგი, როგორც ისურვებთ.
ნახე ვინ მოდის. არ დაუძახო შეეშვი. მოიცადე, ცოტა გავერთოთ. სახალისო იქნება. ჩეთო, როგორ ხარ? პასუხს რატომ არ მიბრუნებ? გეგონება შავ ზღვაში გემი ჩაგეძირა. თავი დაანებე. თავისი გაჭირვება ეყოფა. მიატოვეს. ნუ აღიზიანებ. სადმე მოფარებულში იტირე. თავსი მწვეულების გამო ხელმოცარულად თვლი არა? ასეცაა. თუ გინდა ტირილის მიზეზს დაგიმატებ, რა პრობლემაა? საკმარისია. საკმარისია. ჩემგან რა გინდა? რა გინდა მეთქე? გაიწიე. მოდი აქ, მოდი. სიცოცხლე გამიმწარე. ჩემგან რა გინდა? შენ გამო ყველაფერი დავკარგე. თავი დამანებე. საკმარისია. ეხზე ადექი. ადექი მეთქე. მოდი აქ. მოვიდა. სად იყავი? შენზე ნერვიულობდი. ეს ყველაფერი საიდან მოიტანე? ცირედია შვილო, სახლისთვის ვიყიდე. ეი დაიშე, რა მომიტანე? შოკოლადის ნაყინი. ეს არ გინდოდა? რა მაგარია. ჩემო გოგო, წავიდეთ. ნაყინი მაცივარში შევინახოთ, თორემ დადნება. კარგი. ისი აღნიშნე მეგონა რამე ღირებული მოიტანა. ეს რა მაყიდინა? საუზმისთვის ძეხვი მაინც წამოეღო. იცოდე აღარ გამომიწვიო, თორემ შემდეგში მართლა სასტიკად გცემ. ჩემს ხოვრებას თავი დაანებე. ხომ მითხარი დეიდა ჰადიეს უნდა შევხვდეო. დაურეკე და ქალაქში საერთოდ არ არის. მთელი დღე სად გაატარე დედა? რატომ მომატყუე? სამსახურის მოსაძებნად წავედი შვილო. რომ მეთქვანებას არ დამრთავდი. რა მექნა? ისევ ავათხარ. რა დროს მუშაობაა დედა? მუშაობას მოგვიანებით დაიწყებდი. რა გეჩქარებოდა? რას ამბობ შვილო? შენი ქმარი არ მუშაობს. ძალიან გიჭირთ. ტვირთად ხომ არ დაგაწვევით. ვიმუშავებ და ვერავინ გისაყვედურებს. მეც გული მშვიდად მექნება. მაგრამ მეშინია უარესად არ გახდა. გამოჯამრთელებამდე მაინც მოგეცადა. კარგად ვარ შვილო. ჩემზე არ იდარდო. მუშაობა უფრო მომხნევებს. თავს უკეთ ვგრძნობ. კარგი. მაგრამ პირობა მომეცი, რომ თუ თავს ცუდად იგრძნობ, მუშაობას თავს დაანებებ. შენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი შვილო. მადლობა ღმერთს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. იმედია, უფალი მომავალში შეგვეწევა. ღმერთს მაქნას. ნაყინი რა გემრიელი იყო. სახეზე რა გჭირს შვილო? წამოდი დაგვანო. ჯერ საჭმელიც არ გიჭამია და შოკოლადით დაიწყე. არ გრცხვენია? ალო? გისმენთ ბატონო ოსმან, არ წუხდები. ხვალ სამსახურში მოსვლამდე თქვენი სამართლებრივი დოსიე რომ გამოითხოვოთ და წამოიღოთ თუ შეიძლება. რას ამბობთ ბატონო ოსმან? რა შეგჭირდებათ? აუცილებელია რომ მოვიტანო. დიახ. არ შემიძლია. რატომ? რამეს მალავთ? ამ საბუთის გარეშე ჩემთან ვერ ითანამშრომლებთ? სხვაგვარად ვერ გენდობით ქალბატონო ჩინარ. და თქვენთან მუშაობას ვერ გავაგრძელებ. სჯობს სხვა სამსახური მოძებნოთ. ღმერთო, ახლა რა უნდა ვქნა? მეგონა ჩემს შვილს ტვირთად არ დავაწვებოდი.
დედა, Neyin var? Bir რა şey mi? გჭირს? რა მოხდა? Yok bir şey. არაფერი შვილო. კარგად ვარ. Kim aradı? Pinda Kimle gireka? konuşuyordun? ვის ელაპარაკე? İş yerinden aradılar. სამსახურიდან დამირეკეს. დილით ადრე მოდიო. Meselesi hiç içime sinmiyor. ჩემი მუშაობის ამბავი არ მომწონს. Bari iyileştikten გამოჯანმრთელების მერე მაინც დაგეწყო. böyle olmaz. ასე სჯობს შვილო. არ მინდა ჩემ გამო ვინმე მგისაყვედუროს. Ne de ben sana. ტვირთად ვერ დაგაწვევი. Annem benim. ჩემო დედიკო, Bir tek senin yokluğun uzun. ტვირთად მხოლოდ უშენობა დამაწვება. Bir tek sen yanımda değilsen. მხოლოდ მაშინ ვიდარდებ თუ გვერდით არ მეყოლები. დეიდა აიშე, მეორე შოკოლადი კიდევ უფრო გემრიელია. Bir tane daha açmış. კიდევ ერთი აუღია. ახლა მომეცი? Yemekten sonra yani. ჯერი ვახშმე და მერე მოგცემ. Ben gidip წავალ, hazırlayayım. მაგიდას გავშლი. Yemeğe otur. ერთად ვჭამოთ. დეიდა აიშე, ამ შოკოლადს ხვალაც ხომ მიყიდი? კარგი, Tamam alır. გიყიდი. İnşallah. ღმერთის შემწეობით. Buldu bile. სამსახური ასე სწრაფად როგორ იშოვა. წარმოუდგენელია. ხალხი წლობით ტირის და უმუშევრობით იტანჯება. როგორც ჩანს, აქ დარჩენა მტკიცედ გადაწყვიტა. საერთოდ არ მაინტერესებს რა გადაწყვიტა რძალო. აქეთ-იქით ნუ დადიხარ, დაჯექი. Allah'ım yardım et. ღმერთო დამეხმარე. Evlatlarımın sırtını ჩემ შვილებს ტვირთად ვერ დავაწვევი. ne onları. არ მინდა ვინმე სამოწყალოდ ვიცხოვრო. Kimseye muhtaç et. ან ჩემი შვილები დამეჩაგროს. Sen bir kapıyı kapar diğerini. ერთი კარი თუ დაიხურება შენი შემწეობით, მეორე გაიღება. ამას შეხედე. ალბათ აქ დიდხანს დარჩენას გეგმავს. რა ენხლება? ქირის გადახდა უწევს თუ კომუნალურების. არაფერი ადარდებს. Alo. ალო, ალბათონო, ის კალი ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გააგდეს. ძალიან კარგი. Sen yine de თვალს მაინც ნუ მოაშორებ. რა თქმა უნდა, ქალბატონო. რა მოხდა დედა? ჩინარი ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გამოუგდიათ. სახიფათო ქალი ხარ დედა. canı yanan her ვინც გამამწარებს. საქმე სანანებლად გავუხდი. hele de evlat ჩემი შვილის მოკლას არ შევარჩენ. მისი ტანჯვა ჯერ არ დასრულებულა. ნერიმანის სახლიდან რომ გამოაგდებს, მერე იძულებული გახდება o zaman აქედან სამუდამოდ წავიდეს. Buyurun. ინებეთ ქალბატონო. sağ ol. მადლობა ჩემო ფიდან. შეგერგოთ. მაგიდა გავშალე. დავსხდეთ. მამაკაცის სახლში დაბრუნებამდე ვინ ვახშმობს? არ უნდა დაველოდოთ? შენ რას გერჩი? ჩემი ბრალია. ზრდილობა ვერ გასწავლე. Ben Ercüment'le konuştum. ერჯუმენს უკვე ველაპარაკე. Geç gelecekmiş. დამაგვიანდება და უჩემოდი ვახშმეთო. İstersen bekle. Onu თუ da გინდა დაელოდე და მასთან ერთად მიირთვი. Hadi Ayşe. წამოდი დეიდა აიშე, ვივახშმოთ. Kızım. შვილო, Ayşe teyzeni de al gel. დეიდა აიშეს ხელი მოკიდე და სუფრასთან მოიყვანე. დეიდა აიშე, დღეს ჩემ გვერდით დაჯექი, კარგი? კარგი. Patlıcan ბადრიჯანი მოამზადე ხორცით. Evet. ხო, Ercüment. რადგან ერჯუმენს აგვიანდება, მეც ვივახშმებ, თორემ შაქარი დამივარდება. ექიმმა გამაფრთხილა. ვიდრე ჭამას დაიწყებ, უფალს მიმართე. რა ვთქვა? მადლობა გადაუხადე. მადლობა ღმერთს. ასე კარგია? კარგია. Aferin benim. ოჩახ ჩემო პატარავ. Hadi şimdi yemeğe. ჭამა ვიდრე გაცივდება. ერჯუმენტ, მოვედი. ახლა ვნახოთ რა მოხდება. რადგან გაგვიანდებოდა, ვახშმობა გადავწყვიტეთ. ეს კალი აქ რას აკეთებს? დაწყნარდი ერჯუმენტ. Ben çağır. მე მოვიყვანე. რას ამბობს საჰერ? სამზარეულოში გავიდეთ.
ეს ქალი ჩემს სახლში რას აკეთებს? დამშვიდდი. ახლავე აგიხსნი. რას ამიხსნი? რას სეჰერ? შუაღამისას სახლიდან გამოუგდიათ. არ მაინტერესებს. რა ჩემი საქმეა? გაჩუმდი გაიგონებს. აქ უპატრონოთა თავშესაფარი მაქვს? ღმერთის გულისთვის გაჩუმდი ერჯუმენტ. არ მაინტერესებს მეთქი. ეს ქალი როგორ მომექცა არ გახსოვს? რას მაჩუმებ? ამ ქალის გამო სიმშვიდე დავკარგე. დაწყნარდი ერჯუმენტ. ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ? სხვა არავინ ყავს, თან მუშაობაც დაიწყო. არ მაინტერესებს, ყველაფერი აიღოს და აქედან წავიდეს. რა თქვი? სეჰერ ახლავე გადი და თვითონ უთხარი. ან მე თვითონ გავაგდებ. ასეთი უგულო როგორ ხარ? გითხარი სახლიდან გამოაგდეს მეთქი. ღამე პარკში გაუთენებია. არ მაინტერესებს, წავიდეს და სხვა ადგილი იპოვოს. შენი ქმარი მართალია შვილო. ისედაც საკმარისად შეგაწუხეთ. გმადლობ. სახლის კარი გამიღეთ და მიმასპინძლეთ. ღმერთმა სიკეთე სიკეთითვე დაგიბრუნოთ. დედა გაჩერდი რას აკეთებ? აქ ვერ დავრჩები შვილო. უნდა წავიდე. არა, არ გაგიშვებ. არსად არ გაგიშვებ. სეჰერ. ჩემო გოგო. წასვლა უფრო სწორი იქნება. ამ სახლში ვეღარ დავრჩები. თავიდანვე არ უნდა მოვსულიყავი. ამით შენს სიმშვიდე წაგართვი. ჩემი სიმშვიდე შენ ხარ დედა. თუ წახვალ მოსვენებას დავკარგავ. გული მეტკინება. ძალიან გთხოვ არ წახვიდე. დარჩი დედა. ვერ დარჩები. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. ისურვებდი რომ შენ გამო შენს შვილს საყვედურები მიიღო. მის სახლში მშვიდად იცხოვრებდი და რბილი ბალიში ქვად არ მოგეჩვენებოდა? თითოეული ლუკმა ყელში არ გაგიჩხირებოდა? ამას ნუ ამბობ დედა. ჩვენთვის ტვირთი არ ხარ. სეჰერ. ჩემო ლამაზო. ორივესთვის ასე აჯობებს. ღმერთმა ყველა შენაირი შვილი არ გონოს. შენით ვამაყობ. დარწმუნებული ვარ ღმერთს უყვარ ხარ. უფალსებარებოდე. დედა. დედა, ისესად მიდიხარ? ჩემს მეგობართან. უთხარი რომ წასვლა გადაიფიქრე. ვერა. ამას ვერ ვეტყვი. მელოდება და გამინაწყენდება. თუ წახვალ მეც მეწყინება. დურო ჩემთან მოდი. დურო, ახლავე მოდი. მიდი შვილო. მამა არ გააბრაზო. შეგერგოთ. ღვთის გულისათვის ერჯუმენტ რა მეთქვი? წასასვლელი არსად აქვს. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin.